გამარჯობა, მე ვარ ჟურნალისტი თევნა ცხომელიძე და ეს არის მედიახმის პოდკასტი, ჩვენი პოდკასტების სერია, უკავშირდება მიმდინარე პროცესებს, ასევე რუსეთის პოლიტიკას საქართველოში და არა მარტო და რა თქმა უნდა, პროპაგანდას, თემას, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ გვინდა რომ საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეს. დღეს ჩვენი სტუმარი არის ქალბატონი რუსუდან კობახიძე, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი. მადლობა ქალბატონ რუსუდან. და როდესაც საუბრობთ პროპაგანდაზე, მე მაგალითად ძალიან დიდი დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ რაც ხდება, რასაც საუბრობენ პოლიტიკოსები, მათ შორის ჩვენ ხელისუფლების წევრები, ეს არ არის ფრაგმენტული, არამედ არის რაღაც საერთო ერთიანი სურათის შექმნის მიზნისთვის. და ზუსტად ამის ეს გვინდა რომ ჩვენ მოსმენელმა მაყურებელმა გააცნობიეროს ის, რომ ეს ყველაფერი არის ბევრად რაღაცა დიდის ნაწილი და არა ფრაგმენტური, კი. ძალიან საბაზისოდან რომ დავიწყოთ, ძალიან ხშირად გვესმის სიტყვა პროპაგანდა, მაგრამ შეიძლება ზუსტად ვერც ვაცნობიერებთ, რას ნიშნავს. აი ზუსტად ამ საბაზისოდან რომ დავიწყოთ, რა არის პროპაგანდა და საიდან იღებს სათავეს. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. პროპაგანდას დღეს ამ სიტყვას რა მნიშვნელობაც აქვს, ეს არის უკვე ძალიან ნეგატიური დატვირთვით. რატო? იმიტომ რომ პროპაგანდას როგორც შელამაზებულ ტყუილს, სიყალბეს იყენებენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი და იყენებდნენ წარსულშიც. თუმცა ზოგი ჟურნალისტი ცდილობს, რომ პროპაგანდა ვთქვათ, რაღაც პოზიტიური პროპაგანდი დაცი გულისხმოს ამ სიტყვაში, მაგრამ ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას რომ ხო, აი, ვთქვათ, იგივე უკრაინა ეწევა პროპაგანდას, ვთქვათ, ამ ომის წინააღმდეგ და რა. მაგრამ, ჯერ ესეთი ჩვენი ფოკუსი ნამდვილად უნდა იყოს ნეგატიურ პროპაგანდაზე და რა არის ამ პროპაგანდის მთავარი ღერძი. ეს დღევანდელი სახით რა პროპაგანდაც მაგალითად საქართველოში მოქმედებს, ეს ჩამოყალიბებულია საბჭოთა კავშირში და ასევე ნაცისტურ გერმანიაშიც. პროპაგანდის მამად მიიჩნევა იოზეფ გებელსი, რომელიც ამბობდა, რომ რაც უფრო აბსურდულ ტყუილს დააჯერებ მასებს, ის მეტად დამაჯერებელია. ანუ პროპაგანდა არის ტყუილის ტირაჟირება, სიცრუის ტირაჟირება, როგორც უყვართ ხოლმე თქვა ჩვენი დე-ფაქტო, ანუ თვითმარქვია ხელისუფლებას ვეძახებენ წარმომადგენლებს, სიცრუის ტირაჟირება. მაგრამ მე მინდა ცოტა ეს კიდევ ტერმინოლოგიაში ცოტა შევიტანო კორექტირება, იმიტომ რომ სიმართლის ანტონიმი მიიჩნევა, რომ არის სიცრუე, ტყუილი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სიმართლის ანტონიმი არის სიყალბე, უფრო ზუსტი ფორმულირებაა ჩემის აზრით, რა არის ეს სიყალბე. ეს შეიძლება არ იყოს ტყუილი, მაგრამ რასაც თქვენ დიდ სურათში მთლიანად მოიცავდეს არასწორი ხედვის დანერგვას. ეხლა რაც შეეხება საბჭოთა პროპაგანდას, რომელზეც პირდაპირ არის დაშენებული დღევანდელი რუსული პროპაგანდა და ამის ესეთი კარიკატურული ვარიანტი გვაქვს დღეს, აი ქართული პროპაგანდა. თუ ესე შევხედავთ, აი ლექსიკური ერთეულების დონეზეც, აი პროპაგანდისტული მესიჯების დონეზეც კი ზუსტად იმეორებენ, მაგრამ ზოგადად საბჭოთა პროპაგანდა და ზოგადად საბჭოთა კავშირს ჩვენ არ უნდა ვუყურებდეთ როგორც ერთ რაღაც მონოლითურ ორგანიზმს, იმიტომ რომ ეს იყო ცვალებადი და მას ახასიათებდა სხვადასხვა პერიოდები, თქვათ 20-იანი 30-იანი წლები იყო სხვა ტიპის პროპაგანდა, შემდეგ გადავიდა 40-იან წლებამდე სხვა ტიპის პროპაგანდაში, შემდეგ უკვე ომის პროპაგანდა სხვა იყო, მერე პოსტომის პერიოდი სხვა იყო, ესე იგი ვთქვათ, გვიანი საბჭოეთის სხვა იყო, მაგრამ ეპოქების ცვლილება იწვევდა?
კი, რა თქმა უნდა, ველადების ცვლილებაც იწვევდა და იწვევდა ზოგადად ფონის ცვლილება ამას და ისინიც ასე ვთქვათ მიყვებოდნენ, მაგრამ არის ერთი ძირითადი ხაზი, ასე ვთქვათ, აი სტრუქტურა, რასაც ქვია, რაც აი დღემდე ეს სტრუქტურა არის ჩაშენებული იყო ჩაშენებული აი ამ თლიან საბჭოთა პროპაგანდაში და დღემდე ეს სტრუქტურა მოქმედებს რუსულ პროპაგანდაშიც და დღევანდელ ქართულ პროპაგანდაშიც. ნუ ბევრი მახასიათებელი აქვს ამას, მაგრამ ნუ ძირითადებს გამოვყოფ. პირველი ეს არის აი სამყაროს დაყოფა ორ პოლუსიან რეალობაში რო აცხოვრებდნენ ადამიანებს. ეს იყო კარგი და ცუდი, რომელიც იყო ეს ჩვენ, კარგი იყო ჩვენ და ისინი. აი ეს დიქოტომია არის ყოველთვის დამახასიათებელი პროპაგანდისტვის, რომ შუაში ადგილი არ დატოვოს. აი იცით როგორ იყო? იყვნენ ბოლშევიკები და ანტიბოლშევიკები, მაგრამ არა ბოლშევიკები არ არსებობდა საბჭოთა კავშირში. ანუ აი ესეთი რაღაც ნეიტრალური ადამიანი, რომელიც არც ბოლშევიკია და არც ანტია, გან არ არსებობდნენ რეალურად, უბრალოდ პროპაგანდა არ იღებდა ამას. ანუ ყველა ვინც არ არის ჩვენთან, ჩვენი მტერია. რაც დღეს საქართველოში რაც დღეს ზუსტად საქართველოში მეორდება. ამას ძალიან კარგად უწყობს ხელს, ესე იგი მტრის ხატის ჩამოყალიბება. მტრის ხატი ახლა არ ახალია და რა ვიცი უძველესი დროიდან, მაგრამ მოდის ეს ყველაფერი, მაგრამ როგორ გამოიყენა ეს, მოდი ნაციზმზე აღარ ვილაპარაკებთ, ვილაპარაკოთ საბჭოთა პროპაგანდაზე, როგორ გამოიყენა ეს საბჭოთა პროპაგანდა. მტრის ხატი ჯერ იყო უშუალო მტერი. ანუ ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ წინააღმდეგი ან რაღაცით ხელს უშლიდნენ საბჭოთა რეალობის დამყარებას ან ბოლშევიზმს, იყვნენ წინააღმდეგები. ეს იყო ჯგუფები, პირველ რიგში მოდი საქართველოზე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ რუსეთში კიდე სხვა იყო, იქ იყო თეთრგვარდიელები და ვთქვათ სამეფო შტოს ანუ ეს, მაგრამ აქ პირველი 21 წელს რაც შემოვიდნენ, აი მტრის ხატად მონიშნეს მენშევიკები, ანუ წინა მთავრობა, ანუ სოციალ-დემოკრატები, ანუ პირველი რესპუბლიკა. მთლიანად ეს ამის და ხდება ამის დემონიზება. ეხლა ჩვენ ვხედავთ, რა კარგად იმეორებს დღევანდელი მთავრობა ზუსტად აი ამ ფორმულას, ხო? წინა ხელისუფლება არის შავბნელი წარსული და ბედნიერი აწყო იწყება აქედან. თან თითქოს იქამდე არაფერი ყოფილა, ანუ ეს გამოყოფილი აქვს ეს პერიოდი და ამ პერიოდში მოღვაწე ადამიანები. ამის გამაგრებას, აი ამ სახეხატის გამაგრებას, სხვათა შორის ანუ ჩვენ მე არ მინდა ხა ძალიან ეს დავყო მეც რომ ჩვენ და ისინი, მაგრამ ეგრე გამოდის. ხო, პრობლემური ნაწილი საკმაოდ მსუყე სეგმენტმა შეუწყო ამას ხელი, რომ მე რა ეხა ნაცებს ერჩიან, ხო? მიშას ერჩიან. ნუ ჯერ იყო მიშა, მე რაღაც გაფართოვდა ეს ნაცებში, ხო? და მე ნაცი გახდა ყველა ვინც არის მათი მოწინააღმდეგე და ისეთ სასაცილო ჩვენი შეხედვით სასაცილო, თორემ მშვენივრად იჯერებენ ქოცების მხარდაჭერები, რომ მაგალითად, რა ვიცი, სალომე ზურაბიშვილი ნაცია, ან თუნდაც გახარია ნაცია, ხო ეკაბესელია ნაცია. ანუ ყველა შევიდა ამ კატეგორიაში და ეს რომ ასე იქნებოდა, ძალიან კარგად გვასწავლის ისტორია, მაგრამ რატომაც ამ ისტორიის გაკვეთილებს აგერ ხედავთ სოფლიოშიც კი არის არ იღებენ ყურად, არა? ისტორია თავიდან ესენი იყვნენ სოციალ-დემოკრატები, მერე ყველა პარტია, იმიტომ რომ 7 პარტია იყო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაში, მერე ყველა პარტია, რა თქმა უნდა, ეს ყველა პარტია გააუქმეს, ასევე ამასთან პარალელურად იყო თავადაზნაურობა, როგორც კლასობრივი მტერი, სამღვდელოება, ვთქვათ, სამხედრო პირები, ვინც იბრძოდნენ რუსული ექსპანსიის წინააღმდეგ, მაგრამ
მერე აქ შევიდნენ უკვე გლეხები, როგორც კულაკები, მერე შევიდნენ ჩვეულებრივი, მერე შევიდა ინტელიგენციის წარმომადგენლების პოეტები, მწერლები და რაღაც და მათ შორის ის პოეტები და მწერლები, რომლებიც უკმევდნენ და სხვის დახვრეტას და სხვის გარიყვას, გარიცხვას მწერალთა კავშირი ამას უწყობდნენ ხელს. ესენი ყველანი აქ შევიდნენ და ბოლოს შევიდა სრულიად ჩვეულებრივი უბრალო ხალხი. დამავიწყდა რომ შევიდნენ პარტიული ფუნქციონერებიც. უკვე 27-38 წლის დიდი ტერორი მოიცავს ყველაზე დიდი ნაწილი ეს არის გლეხობა იქ და ყველაზე დიდი ნაწილი არის აი ძველი ბოლშევიკები. ანუ წინამორბედი, აი ამ წინამორბედი ბოლშევიკების რიგების განადგურება მოყვა ამას და აი ეს ფორმულა მუშაობს ყოველთვის, იმიტომ რომ ჯერ ესეთი აი ეს გაფართოება ეს არის დამახასიათებელი ტრის გაფართოება. ტრის ხატის გაფართოება, ეს არის დამახასიათებელი ტოტალიტარული რეჟიმებისათვის, დიქტატორული რეჟიმებისათვისაც და ჩვენ როგორც კი ამ ტრის ხატს შემოგთავაზებენ, მაშინვე უნდა ავანთოთ, ასე ვთქვათ, წითელი, რომ რაღაც წესრიგში არ არის, მაგრამ აქ რა ხდება? აქ ვინ უწყობს ხელს როგორც წესი აი ამ ტრის ხატის ჩამოყალიბებას. პირველი ეს არის სეგმენტი, რომლებიც რაღაცით გაბრაზებულები არიან წინა ხელისუფლების. ანუ აი ამ ტრის რაღაც კოლექტიური ტრის ხატზე. მაგალითად, გლეხები ატარებდნენ საშინელ ბოღმას თავიანთი თავადაზნაურობის მიმართ, როგორც ჩაგდული ძალის მიმართ. ამიტომ ხა ციციშვილებს რო ხრეტდნენ, მათთვის ეს იყო რაღაცნაირად გულის მოფხანა, ხო? აი ეს არის აი არსებობს ასეთი ტერმინი ბაისტენდერი. ანუ ადამიანი, რომელიც არის მაყურებელი. არის ტირანი, მსხვერპლი, გმირი და არის ეს ბაისტენდერი, რომელიც არ ერევა და უყურებს გულგრილად. და აი ეს პრობლემა ჩვენც გვაქვს ახლა ზუსტად ბაისტენდერების. ზუსტად ბაისტენდერის პრობლემა არის ბაისტენდერი არის რეჟიმის საყრდენი. რა თქმა უნდა. და აი როგორც ვთქვია ის სიმართლის ოპოზიციური ეს ამ წყვილში ოპოზიცია არის სიყალბე სიკეთის ოპოზიცია, ანუ ანტონიმი არის გულგრილობა. რა საინტერესოა, ანუ სიკეთის ანტონიმი არა ბოროტება, არამედ გულგრილობა. იმიტომ რომ ბოროტება ამ გულგრილობის გარეშე არის განიარაღებული. ბოროტება თავისით მარტო აი ამ სახით ვერ მოქმედებს თუ მის მიმართ გულგრილი ადამიანები არ არსებობენ. გულგრილობა უტოლდება ბოროტებას. კი, უტოლდება და ნამდვილად ესე არის. აი ნამდვილად ასეა და დღესაც ხედავთ, აი ძალიან გულგრილად უყურებდნენ მაგალითად 2013-ში თუ მახსოვს 8 თებერვალს ჩირო თაქთაქიშვილის გატეხილ ცხვირს მაგალითად, რომ ღირსია ნაცია. უამრავი თავდასხმა იყო. უამრავი თავდასხმა იქ რაღაც ურაჭია ბერაშვილი და ნოდარ ლადარიაცებ. აი ადამიანები ეს გულგრილი ბაისტენდერები ფიქრობდნენ რომ ისინი ღირსები არიან ან აბარა ეგონან ზუსტად ისე როგორც საბჭოთა კავშირის საწყის პერიოდში რომ ეს თავადაზნაურობა ღირსია ესენი ღირსები არიან თუმცა ასეთი მიდგომა არ იყო პირველი რესპუბლიკის ასე ვთქვათ პარტიული ელიტის მიმართ მაინც მათ მიმართ იყო დადებითი დამოკიდებულება, მაგრამ ამ დროს უკვე საბჭოეთი მოქმედებდა აი გაანადგურეს პრინციპით და უკვე შიშის დანერგვის პრინციპით. თუმცა ეს ბაისტენდერის როლი აქაც იყო გამსაზღვრელი, რომ აი ჩემთან ხო არ ბოსო. ესე იგი, რაში ცვლი შენ სიმართლისათვის სამსახურებას არ აქვს მნიშვნელობა. შენ ცვლი შენ კეთილდღეობაში რაც სტალინის რეჟიმმა ასე ვთქვათ აი ამ ინტელიგენციას მისცა ხო და ნუ მუშათა კლასაც იქ სახლებს უშენებდა რაღაც ამაში ცვლი თუ შენი სიცოცხლის გადარჩენაში
რომელიც თქვათ უფრო ახსნადია, ხო? შედეგი ერთია. ხო? აი სხვათა შორის აი ამ რეალობაში რატომაც მსოფლიო ცხოვრობს აი მეორე მსოფლიო ომის მერე, როდესაც დაუპირისპირდა ძალიან პარად აი ნაციზმს, მაგრამ მერე ნელ-ნელა აი თვალს ხუჭავდა ამაზე, მაგრამ ამაზე ლაპარაკი შორს აგვიყვანს, მოდი ისევ ჩავიდეთ ამ იმაში. და ამის მიზეზი ჩემი აზრით არის ღირებულებითი სისტემის მოშლა. აი დღეს რომ ამბობენ რომ აი განათლება უშველის, თქვათ, აი ამ პროპაგანდის მიმართვალ გახელას, ხო? მე მგონია რომ მე ვიცნობ უბრალოდ უამრავ არათუ განათლებულ ადამიანს. არამედ ძალიან ჭკვიანებს IQ ადგილზე აქვს. და არ შველის. და არიან, ну, აი კიდე ღირებულებითი სისტემა, მათი ღირებულებითი სისტემა ემთხვევა აი ამ ძალმომრეობის, სხვისი დაჩაგვრის, თქვათ, უემპათიობის, შურისძიების, ან რაღაც აი ესეთ აღქმებს და აი ესეთ განწყობებს, არა? და ეს ღირებულებითი სისტემის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ну ნაცისტურ გერმანიაში ვერ ვიტყვით კი არა, ну ეს იყო ყველაზე განვითარებული ინტელექტუალურად, ეს იყო ინტელექტურად ყველაზე განვითარებული ქვეყანა და ну არის დღესაც კი ვერ მივალთ იმ ინტელექტუალურ რესურსამდე, მაგრამ ნახეთ შედეგი, რაც მივიღეთ, არა. იმიტომ რომ მეორე რაც არის ეს მოქმედებს აი რაღაც სიმებზე. აუცილებლად რაღაც ემოციურ სიმზე უნდა იმოქმედოს პროპაგანდა, რომ წამოეგოს, თქვათ, ადამიანი ამ მაგალითად ჩვენ რეალობაზე რო გადმოვიტანოთ რა ჩვენ რეალობაზე რო გადმოვიტანოთ, ანუ მრავალი ის არის პირველი ეს ადამიანები, რომლებიც ნაცების მიმართ გამწარებულები არიან და მათ ემოციურ სიმებზე მოქმედებს. მაგრამ ეს ძალიან პატარა სეგმენტია. თავარი ეს არის ემოციური სიმი, სამშობლო, აი ჩვენ გვეძახიან უსამშობლო მოღალატეებს, ხო? ესეც არ არის შემთხვევითი, ხო, თვითონ ეს სიტყვა და ტერმინი. არა, ესე ზუსტად ესე იყო სამშობლოს მოღალატე, ეს არის საბჭოთა კანონსაც მაგიტო იღებენ, რომ გამოგვაცხადო. კი ბატონო, პრიდაჭილი. კი, ზუსტად რომ ეს იარლიყი უკვე ოფიციალურად მოგვაკრან. იარლიყის წარმოება, ესა აი ეს სამშობლოს და უსამშობლოს აი ეს ოპოზიციური წყვილი, ხო? მეორე მაგალითად ომი და მშვიდობა, ხო? თვითონ არიან მშვიდობის ტრედები და ეს არის ომი. აი ახლა სხვათა შორის ამოწერილი მაქვს ერთი კომუნისტიდან, რომ სოციალიზმი ეს არის მიწა, პური, ბედნიერება და დოვლათი და კაპიტალიზმი ეს არის კაბალა, შიმშილი, ომი და სიკვდილი. აჰა, სადაც ცნობი ანუ აი ამ მას ორ განზომილებიან რეალობაში, რადგან ვილაპარაკე, აი ეს სვამდნენ პოზიტიურ, ოღონდ ეს იყო უკიდურესად პოზიტიური და უკიდურესად ნეგატიური, აი ძალიან დაჭიმული დიქოტომია, ხო? რასაც დღესაც აკეთებენ. მიღება მარტივი იყოს. ხო, აი მაგალითად ბრძენი სტალინი ჩაანაცვლეს, თქვა ბრძენი ბიძინათი არა. ესა ბრძენი პუტინი, ხო? ანუ დიდად ეხლა რომ შევხედოთ მათ უნარებს, რაღაცა მართვის და ასე შემდეგ, რა ვიცი, დიდად არ და ამას ასე სკულპტურიზურად, ასე იდეალურად როგორ ახერხებენ, რომ მე მაინც მგონია, რომ ისევ ჩვენსკენ ინტელექტუალური რესურსი უფრო დიდია, მაგრამ ანუ როგორ არ ვიცი, სლენგი რო თქვა, როგორ მოასხდნენ. ხო, აი როგორ შეძლეს. ხო არ არის ეს რაღაცა, თქვათ, შეიძლება შეთქმულების თეორიებში შევდივარ, მაგრამ რაღაცა კრემთან გავლილი ტრენინგი არ ვიცი, მაგრამ შეიძლება რაღაცა არსებობდნენ ადამიანები, ვინც მე ვინაიდან არ მიყვარს რაღაც დაუსაბუთებელი რაღაც ვარაუდები, ხო, მეც მაგიტომ ვფიქრობ, მაგრამ კი, ესეც შესაძლებელია, სრულიად შესაძლებელია, რომ გადიან რაღაც კონსულტაციებს, მაგრამ აი მე მაინც მგონია რომ ეს ხალხიც ხო არ გადის არა მასებიც ხო არ გადიან ამ კონსულტაციებს რო იჯერებენ აი ეს რა შეასაქმენ რომ ეს 70 წლის მანძილზე ეს სტრუქტურა არის
საბჭოთა ადამიანის ცნობიერებაში ჩამჯდარი. აი დღესაც კი თუნდაც პროექტულად განწყობილი ნაწილი ვერ გამოდის აი ამ ორპოლუსიანი რეალობიდან, ხო? და აი მტერია, ის კგბ-ს აგენტია, ის არის. არა, ის შეიძლება არის კგბ-ს აგენტი, მაგრამ ახსნა არის ამის არასწორი. რომ შენ არ უტოვებ, აი თქვათ ადამიანი, რომელიც რაღაცა დროს თვალი არ ეხილა, ან თუნდაც არ აეხილა, მაგრამ იჭერს ამ პოზიციას, იმ წუთას იარლიყების მიკვრა, რომ აი აღარ გჭირდება შენ ის აქამდე სადიყავი 9 წელი მანამდე, ხო? აი ეს ძალიან ძლიერია და ძლიერია მათშიც, როგორც ხელისუფლების მყრობელების იმაში. მე ხანდახან მეცინებოდა ხოლმე, რომ ვკითხულობდი ამას წინათ ბუკინისთან ვიყიდე ეს აგიტატორის ბლოკნოტები. სადღაც 50-იანი წლების და ფიქრობდი, რომ ნეტა ეს ხო არ უდევთ და კითხულობენ. მგონია, რომ ხო რაღაც სახელმძღვანელოებს მიყვებიან რა. ძალიან სასაცილოა ასეთი მსგავსება. უბრალოდ თვითონ რაღაც ჩემი განმოსახედი და კომიკურ სიტუაციაში იგდებენ თავს თქო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძალიან კარგად მუშაობს, თქვათ რაღაც ნაწილზე, რომლებსაც აი ნუ სხვადასხვა ემოციური ფაქტორი მართავს. მოდი ესე ვთქვათ. როდესაც დავინტერესდი მე პროპაგანდით, რატო მოვიშალე ნერვები, არ ვიცი, იმიტომ რომ გავაცნობიერე, რასთან გვაქვს საქმე, ბევრად უფრო დამთრგუნველია. ნახე რომ კონკრეტული მეთოდები არსებობს, რომელსაც სახელებიც კი ქვია, ეს რაღაც დიდი ტყუილი და ასე შემდეგ. აი ამ მეთოდებზე, აი ყველაზე ძირითად მეთოდზე რომ ვისაუბროთ, იმიტომ რომ იქნებ ჩვენმა მსმენელმა მე გააცნობიეროს, რომ ვიღაც ქართული ოცნებიდან ამას ისე კი არ საუბრობს, არამედ აი კონკრეტულად ამ ჩამონათვალიდან რომელიღაცა მეთოდის გამოყენება ხდება. ხო. თუმცა შეიძლება ეს ქვეცნობიერადაც ხდებოდეს, როგორც აი მასში არსებული მენტალობის რაღაც გამოვლინება, მაგრამ შესაძლებელია, რომ ეს რაღაც მეთოდებშიც ჩავსვათ, რომ მოდი ახლა ეს გავაკეთოთ, მოდი ახლა ის გავაკეთოთ. თუმცა ამხრივ ძალიან ნიჭერები არის, და გითხრათ, რომ კარგად აითვისეს ეს საბჭოთა მეთოდოლოგია პროპაგანდის. ერთი პირველი, სხვათა შორის სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, ეგრეთ წოდებული ოპოზიცია, როდესაც იყვნენ, აი ეს რუსული პროპაგანდა ძალიან კარგად მოქმედებდა. ანუ 2012 წლამდეც ეს ცოცხალი ტყუილები, რაც არის ყველაზე უფრო, აი რომ ვთქვი, რომ გებელსმა თქვა, რომ ეს ცოცხალი ტყუილი არის ყველაზე უფრო ეფექტური, ცოცხალი ტყუილი ყველაზე მაგრად მოქმედებდა. ეს იყო მაგალითად სანდრას ორგანოებით ვაჭრობა, იქ რაღაცა მგელი ყავს აივანზე, ნუ აი რაღაც აი აბსურდები სრულიად და მართალია ამას არ ჭამს შედარებით ინტელექტუალური ნაწილი, თუმცა ვერ იტყვი. ჯვანია მოკლეს საფერფლით და რაღაცა, ნუ ისეთი ადამიანებისგან გაგონილი, რაღაც უმაღლესი პროფესურა. ანუ ამის ჯეროდათ, იმიტომ რომ ადამიანი, ეს უკვე ჩემი აზრია, რაც უფრო აბსურდულ ტყუილს ეტყვი, ის ფიქრობს, რომ აი ასეთ რაღაცას ყოველ მოიფიქრებდნენ. აი მაგალითად იმ დღეს რაღაც შევები Facebook-ზე ვიღაც ტროლს შეიძლება ნუ რეალური ადამიანი იყო, მაგრამ ის მეუბნებოდა, აი არ გაგიგიათ როგორ გვითრევდნენ ომში. და მეუბნები რომ აბა რა გაგვიგია? როგორ არ გაგიგიათ როგორ გვითრევდნენ. მუთხარი არ ვიცი და ამერიკა როგორ გვითრევდა, ამერიკის ელჩის განცხადებები არ გახსოვთ. მუთხარი თუ შეიძლება დამიდეთ ეს ამერიკის ელჩის განცხადებები, იმიტომ რომ მე სხვაგვარი განცხადებები მახსოვს, როდესაც ის უარყოფდა ამას. და მეუბნები რომ ეს არის უბრალოდ ცოცხალი ტყუილი, რომელიც ირაკლი კობახიძე მოიგონა. ანუ არაფრიდან. კი. მოწმენდილ ცაზე მოგონილი. აი მოწმენდილ ცაზე, რომელსაც არანაირი, თქვა საფუძველი, არანაირი ფაქტი არ აქვს. საფუძველიც კი არა. ხო, არანაირი საფუძველი არ აქვს და მე რაღაცა ეხლა პაპუაშვილი ცდილობს ამ მითის და აი ამ ცოცხალი ტყუილის გამყარებას, დებს რაღაც ნინო ლომჯარიას სტატუსს, ან
გონჩარენკოს რაღაც ტვიტს და აი როგორ გვითრევდნენ ომში. ვეუბნები, ვინ არის ეს ადამიანი, როგორ შეიძლება მან ჩაგითრიოს ომში. ომში შეიძლება ჩაგითრიონ რაღაც შანტაჟით და მოთხოვნით, რომ შენ თუ ამას არ გააკეთებ, თქვათ, მაშინ თან რაღაცნაირად მტკიცებულებაც უნდა არსებობდეს ახლა ეს ხო ყველა მის როდესაც ეგეთი ეს ცოცხალი ტყუილები რომელიც ძალიან ადვილად დასაჯერებელი აღმოჩნდა ერთი ეს მეორე ეს არის აი აქვე გითხავთ ესეც მართული და სტრუქტურიზებულია იმიტომ რომ ვთქვა აი ირაკლი კობახიძემ ეს ტყუილი რო თქვა რაღაც რო გავიდა და ეს სიტყვას ზაზა შათირიშვილი და რაღაცა ექსპერტები რო ყავთ იმან თქვა მე ეს ზაზა შათირიშვილის ციტატა გამოიტანა იმედმა მე იმედი გააზიარა ტროლმა ტროლი გააზიარა ბოტმა და უცებ ხედავ რომ ის რომ ამერიკა გითრევდა როგორ შეიძლება არ დაიჯერო აგერ მთავრობა ამბობს ექსპერტი ამბობს მედია ამბობს ვიღაცა ადამიანი ამბობს ამით ადამიანებს უქნიან როგორ შთაბეჭდილებას იცი ხა ჩვენ ამოდივართ ჩვენი მენტალობიდან რომ ჩვენ თუ რაღაცა წყარო ხო თუ არ დავადასტურე ისე როგორ დავადასტურე თუნდაც საჩემო ინფორმაციას არ გავაზიარებ არა და ადამიანების უმეტესი ნაწილი ასე არ არის გაიგონებს რაღაცას და უკვე რაღაც დამაჯერებლად შეიძლება ეჩვენოს მაგრამ როცა ამას თავასობენ მტკიცებით ფორმაში აი მაგალითად დილით მზე ამოდის ჩვენ ომში გვითრევენ ჯამი ჭურჭელია აი ამ ფორმით როცა სთავაზობენ ის ფიქრობს რომ ეს არის საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტება და ეს უნდა მივიღოთ ასე იმიტომ რომ აი რაც თქვენ თქვით ისიც ამბობს მე უკვე მას ეკარგება სად არის ეს პირველ წყარო მას ეკარგება უკვე ეს ხაზი აბსოლუტურად იმიტომ რომ ამაზე საუბრობენ როგორც აი რა იქიდან ლავროვი გამოვა კიდე ამას დაადასტურებს და მოკლედ კი ბატონო აი ძალიან კარგად მოქმედებს მეორე ეს არის აი შეფარული სიყალბე, როდესაც აი რაღაცას შეგაპარებენ, აი რაღაც სიმართლესთან ერთად აპარებენ მაგალითად რაღაც ტყუილებს, ხო? აი მაგალითად როგორც არის 300,000 პროვაციონერი, თქვათ რაღაც ისე, იმიტომ რომ არის ამაში რაღაც სიმართლის მარცვალი, ან იგივე თქვათ ნულოვანი ტოლერანტობა, ხო? მართლაც იყო გამოცხადებული, მაგრამ ამასთან ერთად არ ამბობენ ვის წინააღმდეგ იყო ეს გამოცხადებული ან დღეს შენ რაში გჭირდება ნულოვანი ტოლერანტობა როცა კრიმინალი არ არის აღზევებული ანუ მე მახსოვს აი ამ მეთოდს რამდენად ესადაგება ოპოზიციონერი ქალები იყვნენ სადღაც ანუ საზღვარგარეთ და გავრცელდა ინფორმაცია ოღონდ ეს თვითონ თქვათ დეკლარირება არ მოუხდენია და უცებ გავრცელდა ინფორმაცია რომ ფული ჩამოიტანეს ამან და ის რომ წასულები იყვნენ ეს იყო სიმართლე უბრალოდ ფულის ჩამოტანის ნაწილი იყო ტყუილი და ამ თელ სიმართლეში იმიტომ რომ მე აეროპორტში იყვნენ მე თვითონაც თქვას რომ ვიყავით და ესე იგი თუ იყო ისიც სიმართლეა რა კი ბატონო ესეც ძალიან მარტივად აკეთებენ ამ ყველაფერს მიამბავენ ან ამოგლეჯილი ვთქვათ ფრაზა რა და მე იმის ინტერპრეტაცია როგორც შენ გსურს და ასე შემდეგ და მესამე რაც ჩემთვის ყველაზე უფრო საშიშია ეს არის აი მართალი ფაქტებით აწყობილი სურათი რომელიც არის ყალბი თლიანობაში ეს არის ყალბი რასაც აკლია სხვა რაღაცები ანუ რასაც იძახიან ის ყველაფერი არის სიმართლე მაგრამ თუ მარტო ამას იძახი აი მაგალითად ახლა იგივე მზია ამაღლობელთან დაკავშირებით არა მართალი ფაქტია რომ მან დაარტყა პოლიციას მაგრამ იმაროშია ფურთხა მაგას არავინ არ ხო აი მაგას ვამბობ ამას თუ გამოაკლებ ხო არა მანამდე რას ქონდა ადგილი შენ აი ამ მართალ ფაქტს გამოიყენებ აი ამისთვის აი ძალიან ბევრჯერ ვამბობ ხოლმე რომ აი იმედი როგორ ოპერირებს მაგალითად ომის დასაწყისიდანვე ავრცელებდნენ მხოლოდ ინფორმაციებს სად უჭირდა უკრაინას
და არ ავრცელებდნენ, რაც იყო სიმართლე, მაგრამ არ ავრცელებდნენ იმ წარმატებას, თქვათ, რაც მოიპოვა უკრაინამ. ან სადღაც ძალიან მოკლედ გაუშვებდნენ, ხო? ამით ქმნიან დიდ სურათს, რომ უკრაინა აგებს. მაგალითად, ძალიან ბევრ ადამიანთან მომიწია, ასე ვთქვათ, კამათი, მეუბნება, უკრაინა მთლიანად განადგურებულია. ამისთვის მე ვანახებ რუკას, რომ აი ეს არის უკრაინა, აი ეს არის ტერიტორიები, რომელიც ამ 3 წლის მანძილზე წითლად არის, ეს თვალსაჩინოება არის ძალიან მნიშვნელოვანი. საერთოდ ეს რიცხვებით, თქვათ, აი დიაგრამებით, რუკებით, ეს ძალიან ეფექტური და ეფექტიანია. იმიტომ რომ პირდაპირ ხედავს ამას, აი დატანილს, არა? მეუბნები, აი ეს ყვითლად არის, თქვათ, რა დაიბრუნა უკრაინამ და ეს უფრო მეტია, ვიდრე დაპყრობილი ტერიტორია. ეს დაშტრიხული არის, რაც ადრე ქონდა დაპყრობილი. აბა სად არის დანარჩენი უკრაინა ხო არსებობს, ცხოვრობს, არა? ანუ მათ გონიათ, რომ განადგურებულია, იქ საერთოდ სიცოცხლე აღარ არსებობს, მთელი უკრაინა არის მასში დანგრეული, აბა როგორღა შეიძლება მათ გააგრძელონ ცხოვრება და ასე შემდეგ. ამ სურათს ქმნიან სრულიად ნამდვილი ფაქტებით, აჩვენებ დაბომბილს, რაც გააკეთეს სხვათა შორის წინასაარჩევნო სრულიად ამაზრდნენ ბანერებზე გამოიტანეს ეს ომი და მშვიდობა და აი ეს ომი და მშვიდობა სხვათა შორის ძალიან საბჭოურია, როგორც დასაწყისში ქონდათ ეს რაღაც მშვიდობის რიტორიკა, რომ თვითონ მშვიდობის მტრედები არიან, უფრო გამწვავდა შემდეგ უკვე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს და საბჭოთა კავშირი, რომელიც რეალურად იყო აგრესორი, რომელმაც თქვათ, თავის გავლენა გაავრცელა იმ სოციალისტურ ბანაკზე და კიდე იწევდა იქით და ნუ გვახსოვს 60-იანი წლების ამერიკაში როგორ. ანუ სტალინის იდეა და სურვილი იყო მთლიანად ხუთივე კონტინენტზე გავრცელდნენ დროზე მოკვდა. თორე არ ვიცით კიდე რას დააშავებდა. პუტინის ახლა გონია რომ ძალიან დიდი შეცდომა იყო საბჭოთა კავშირის. კი ბატონო და პუტინის იდეაც ხო ეგ არის რა, ბატონობა იმ ნუ ცოტა მოკრძალებულია ჯერჯერობით იდეა ხო რომ აი ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გავრცელდეს და მე კიდე არის აი ერთი ხშირად ვლაპარაკობ ხოლმე ამაზე, ერთი არის მტრის ხატის შექმნა და მეორე არის მტრის ხატიდან გამოყვანა ვიღაცის. აი როგორც რუსეთი გამოყავთ მტრის ხატიდან დღევანდელ ხელისუფლებას. ეს როგორც დასჭირდება ალბათ იმის მიხედვით და აი ეს გლობალური ომის პარტია, ერთი ხო ჩვენ ვართ მტრები და ეს რაღაცა გლობალური ომის პარტია რატო დასჭირდა? ომის პარტია არის, ესეც არის საბჭოთა ნამდვილი, რომელიც იყო ეს იმპერიალიზმი, საზღვარი დასავლეთი, კაპიტალისტური ქვეყნები, აი ეს, რასაც რუსეთი ნუ პირდაპირ იღებს და ამათ უნდათ ახლა აი ამ სივრცეში ჩაჯდომა, რომ სინამდვილეში მტერი პირდაპირ არ ამბობენ, მაგრამ ჩვენ გვიპირისპირდება ევროპა და ამერიკა, აი ეს დამპალი ლიბერალიზმი, სხვათა შორის ეს დამპალი ლიბერალიზმი, აი ეს გამოთქვა შეხვდა 36 წლის კომუნიზმში. ანუ ესეც არ არის ახალი. არ არის ახალი. ძალიან ის არის. და აი აქ ფიქრობენ, რომ ეს რუსეთი როგორც მოთამაშე, წარმოიდგინეთ, ვისი გვეშინია პრინციპში, ხო რუსეთის, არა? ანუ ომი ვინ უნდა დაგვიწყოს, ევროპა ხო არ დაგვიწყებს ომს ახლა, ამას ხო არ იძახიანან, მაგრამ უი რუსეთი ვიცით, აი ბევრი ტროლი ამას ვიცით რომ მტერია, მაგრამ და ეს მაგრამ იგულისხმება, რომ ის არ არის მთავარი მოთამაშე ამ იმაში. ანუ მივიწყების იმას იყენებენ, მივიწყების მეთოდოლოგიას, რომ შენ რუსეთი არ კაშკაშებდეს როგორც მტერი, თქვათ აი ესე, არ უნდა იყოს ძალიან თვალხილული და არ ახსენებენ საერთოდ. ერთი არის შიში, რომ ახსენონ მტრის იმაში და მეორე ხო აი არ გავაღიზიანოთ და მეორე არის შეიძლება პირდაპირ დირექტივა რო არ მახსენოთ როგორც მტერი, მაგრამ თავარი ჩემის აზრით არის ეს, რომ ადამიანებში გააფერყთალონ რუსეთის როგორც
მტრის ხატი და როგორც მოთამაშე. ისტორიული მეხსიერება, ხო? თან რა თქმა უნდა, მაგას დიდი ისტორიული მეხსიერება 2008-ში გქონდა ომი. აი ცოტა ამას ვეპოტინებ, რომ იქნებ ჩვენ, აი თქვათ ბელორუსისთვის და მის მოქალაქეებს რუსეთი, ასე თქვათ, მტერი, დეკლარირებული მტერი არ არის. იგივე უკრაინაშიც იყო პრობლემა. შუა აზიის ქვეყნებზეც რო თქვათ, ხო, უფრო პარტნიორი იყო ყოველთვის და ჩვენთვის არის და იქნება ამან იმუშაოს ჩვენთან. ეს ამან იმუშავა. აი გავრილოვზეც ამან იმუშავა და ამან იმუშავა. ეხლა ძალიან პესიმისტური ვარ ჩვენი გადაცემა. ამან იმუშავა რეალურად. დღეს რასაც ხედავთ, ეს არის რომ მუშაობს აი ეს ჩადებული ანტირუსული განწყობა, რაც სხვათა შორის არის ძალიან დიდი ხნის. აი წარმოიდგინეთ, ეს არის სადღაც მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული, აი ილია ჭავჭავაძე იდგა მის ავანგარდში, ეს ანტირუსული განწყობები რაღაცნაირად და მე რა კარგად გამოგვადგა. ძალიან დიდი ის იყო, ნუ იცით, პირველ რესპუბლიკას ჰქონდა არა ანტირუსული, არამედ ანტიბოლშევიკური განწყობა, იმიტომ რომ აი ჯერ არ იყვნენ კარგად გამოსული აი ამ იდეური სივრციდან, რომ რუსეთში შეიძლება დემოკრატია დამყარდეს, აი ეს ქონდათ 17 წლის ბოლშევიკურ გადატრიალებამდე რევოლუციას ჩვენ არ ვარქმევთ ამას. რევოლუცია იყო თემელმატის რევოლუცია და ეს იყო ბოლშევიკური გადატრიალება, იმ დროს რეალურად გაყარეს ეს დამფუძნებელი კრება, არჩეული და ანუ თვითონ უმცირესობა მოიბადა. ხალხმა არ აირჩია. უკვე ხელისუფლებაში მოსული ბოლშევიკები არ აირჩიეს. ნაცნობი სიტუაცია, ხო? ხო. და გაყარეს ეს დამფუძნებელი კრება. ხო, ზუსტად. და თვითონ ეს იქნება. ამის მერე უკვე ეროვნული მოძრაობა საბჭოთა კავშირის დანგრევამდე მთლიანად აი ამ ანტირუსულ ნარატივზე იდგა, მერე უკვე იმის დროსაც თქვათ აი სისხლიან 9 წელში უკვე ძალიან კაფიოდ ჩამოყალიბებული მტრისხატი ამას ხელი შეუწყო თვითონ ამ ომმაც და მაგრამ მე სულ ვამბობ, რომ ჩვენ არ გვაქვს რუსეთის მიმღებლობა და არც არასდროს არ გქონია ამის არგუმენტად მოყავს ენა. ჩვენი ენა არის ძალიან გახსნილი. ის აკართულებს თითქმის ყველა ნასესხობას. ჩვენ ენაში არის უამრავი ბერძნიზმები, უამრავი სპარსიზმები, უამრავი თურქიზმები. აი ყველა მეზობელმა თუ დამპყრობელმა თუ გავლენის მქონემ რაც შემოიტანა ენაში, ეს ორგანული ქართული გახდა. ეს ოსტატი რო არ არის ქართული სიტყვა, არავინ არ იცის, ანგელოზი, ეკლესია, ხო? ანუ არ ვიცი, ძალიან ბევრი სიტყვა, სინდისი მაგალითად, ხო? ეს გაქართულდა. მერე კიდე აი ზნურფუძეში ვაქცევთ ხოლმე, მაგალითად როგორც აი დაანფრენდება და აი ანგლიზმებიც უკვე ძალიან მოზღვავებულია და უკვე ესეთია არაბუნებრივ დონეზე მივიდა, მაგრამ მაინც ცდილობს ქართული რომ გააქცევს. აი რუსული ვერ იგუა. იგუა მხოლოდ ასე ვთქვათ, ბარბარიზმებში, იგუა მხოლოდ სალაპარაკო ლექსიკაში. ისიც ვიცით რომ რუსულია. ხო, და მაგრამ აი ლიტერატურული, ქართული, აი ყოველთვის თარგმნელიც და მწერალიც ცდილობს რომ რუსიზმს, თუნდაც დამკვიდრებულ რუსის, როგორც არის მაგალითად კატაობა, აუაროს გვერდი და რაღაც სხვა სიტყვა გამოიყენოს. იმიტომ რომ აი არ შეუძლია ამის მიღება. ეს ერთი. და მეორე, თვითონ ქართული კულტურა არის საოცრად მიმღებელი კულტურა. ეს არის ეს ჩემის აზრით გამოწეულია როგორც მისი გეოგრაფიული მდებარეობით, რომ მუდმივად იყო აი სხვადასხვა კულტურების აი ესეთი სინთეზის ადგილი და მეორე ასევე ამ ლანდშაფტით, რომ ჩვენთაც გვაქვს, ზღვაც გვაქვს, თქვა ზეგანი, იქ რაღაც, აი აბსოლუტურად პატარა ქვეყანაში თვალი ხედავს სრულიად განსხვავებულ ლანდშაფტს. ჩვენი მრავალხმიანი სიმღერები, ამას ვამბობ, რომ აი ეს მრავალხმიანობა ჩვენი ვეფხისტყაოსანი, რომელიც კოსმოპოლიტიზმის ჰიმნია ფაქტიურად, ხო? ეს როგორ ვთქვათ, ჩვენი გენეტიკური კოდი არის მიმღებელი
აი მასინთეზირებელი სხვა კულტურების. ანუ ის არ არის აი ესეთი ჩაკეტილი კულტურა. აი ძალიან მიმღებელი კულტურა და რუსეთი არის ძალიან ჩაკეტილი კულტურა. მიუხედავად თუ რამეს შედის მასში, ანუ ის ვერ გადაამუშავებს შიგნიდან, ის უბრალოდ კოპირებას აკეთებს, აი მიმესის მიმსგავსებას აკეთებს, აი რაც ევროპული კულტურის მიმსგავსება და ესენი. მაგრამ მას არ შეუძლია რუსული ბუნების წიაღში გადაამუშავოს და აი რუსული რაღაც, ანუ ხალხი, რომელსაც ანუ არ ვიცი მე, მანქანა ვერ უწარმოებიათ წესიერი. სამზარეულო რა და ხო, სამზარეულო ჩვენი. როგორი მრავალ კომპონენტიანია. ეხლა დავფიქრდი, რუსული სამზარეულო რა არის? არაფერი. არაფერი. ბორში უკრაინული, პელმენი უკრაინული. ეს ყველაფერი მოპარული აქვს, მაგრამ ანუ მათ ამ მოპარულშიც კი მრავალ კომპონენტიანი საჭმელები არა აქვს. და მართლა არა აქვს, ეხლა რა დავფიქრდი. მაგას ვამბობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა და როგორ მოახერხეთ? ჩვენი აი წარმოიდგინეთ, მთელი ჩვენი მენტალობა, ეს ქართული მენტალობა ჩამოყალიბებულია აი ამ რაღაც მრავალხმიანობაზე, მრავალ განზომილებაზე. მაგიტომაც გვერდშიან. ისინი კი გვერდშიან, მაგრამ ჩვენც ვერდშით, იმიტომ რომ ანუ ეს რაღაც, რაც თან ძალმომრეობით თავს მოხვეული და ეს ყველაფერი ხო ძალიან მძიმე გადასატანია რა, რაღაცნაირად მე უკუ რეაქციას იწევს. ცოტა სხვა თემაში გადავიჭერეთ ანტირუსულში. ხო, მაგრამ ესეც ალბათ იმის ნაწილია ხო ამ პროპაგანდის, იმიტომ რომ აი ქართული ბუნება ვერ გუობს, აი მართლა უცნაურად იფეთქებს. უცნაურად რუსი როგორც კი გაიქებენ და იფეთქებს. ესე ანუ პატარა ბავშვებს, რავი, მეც ესე ვარ გაზრდილი, როგორ შეიძლება არ ვიყოთ ჩემი დიდი ორი დიდი ბაბუა დახვრიტეს, მეც ესე ვარ გაზრდილი, რომ რუსეთი მტერია, ჩემი შვილებიც ასე იზრდებიან და ეს რაღაც გენეტიკურ კოდში. და ისურვა არ ელაპარაკოთ, მაინც მასში ესდევს. კი, ანუ ხო, ესეა და ეს რაღაც ძალიან დიდი მეც მაძლევს, რომ აი ამ ბრძოლაში ჩვენ გადავრჩებით ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენთვის არ არის ეს თავსებადი. პროპაგანდას რო დავუბრუნდეთ. მაინტერესებს, მაინც თქვენ თქვით, რომ ადამიანის ტვინი ესეა მოწყობილი, რომ ძალიან დიდ ტყუილს უბრალოდ იჯერებს, იმიტომ რომ ვერ წარმოუდგენია რომ მას ატყუებენ. მაგრამ რეალურად, ანუ სიმართლე ხო ჩვენ მხარეს არის და რაღაც სიმართლეს და ტყუილის დაპირისპირება შორის უფრო მარტივი ხო არის, რომ სიმართლე დაიჯერო. რატო ხდება, რომ ტყუილს იჯერებენ? აი მაგალითად ხშირად მომყავს ხოლმე ეს მაგალითი, რუსეთში ძალიან ყვავის ეს პროპაგანდა თუ რაღაცა ფეიკი, რომ დედამიწა არის ბრტყელი და ამაზე მთელი დისკუსიები არის, რა მაყურებინა, არ ვიცი, მაგრამ მაინტერესებდა ადამიანის კონი და არგუმენტი იყო, ჩვენ ხო არ გვინახავს დედამიწა როგორია და ხო ბრტყელია და მთელი რაღაც ესენი არის და მოყვანილი მაგალითები, რომ ეს სად მთავრდება დედამიწა, ეს სიბრტყე და ასე შემდეგ. როგორც ანტივაქსერული მოძრაობა. როგორ შეიძლება ესეთი ჭეშმარიტი ცოდნაც კი დააყენო კითხვის ნიშნის ქვეშ და რა არის ამისი მიზანი? ის რომ თქვა ადამიანს რაღაცა დაურღვიო რაღაც ცოდნები თუ რაც ის აქამდე არასდროსარ მიფიქრია, მაგრამ ახლა დავფიქრდი მაგაზე და აი სიმრგვალე დედამიწის, ხო? თავისთავად მოიცავს, რომ ის რაღაცნაირად მოძრაობას და განვითარებას, ცვლილებებს ნიშნავს, მოიცავს თავის თავში, ხო? დედამიწა რომელიც უბრუნავს, ხო? და ეს სიბრტყე, ხო? აი როგორც თქვა, ციფრცული ფიგურა, აი ეს ბურთი არის ციფრცული ფიგურა და ეს არის ბრტყელი ფიგურა, რომელზეც სწორხაზოვნება ადვილი მისაღწევია. აი რატო ჩააჯინდნენ მართლა ამ დედამიწის იმას, არა? იმიტომ რომ იქ არის სწორხაზოვნება. სხვათა შორის რუსეთის სწორხაზოვნება აი ამ თავის აი ამ სტეპებშიც იგრძნობა საერთოდ. ანუ მათი თვალი ხედავს სულ აი ამ რაღაც ველმინდვრებს და სხვა არაფერი, მე მზის ნაკლებო, ნუ ძალიან ფილოსოფიაში რო აღარ გადავიჭრათ. აი ეს აუცილებლად არის რაღაც ისეთ იმაზე მოქმედება,
აი სენსორზე, ასე ვთქვათ, ემოციური მოქმედება. აი ხა მე გამახსენდა რა, ჯერთი სიძველეებისადმი აი მიდრეკილება, ვთქვათ, აი ცვლილებების მიუღებლობა. აი ბებიაჩემ მაგალითად იზახტო, რომ როგორ ვაკადრებს სარიცხს, ხელით უნდა ამოვჭეჭყო. ხელით უნდა ამოვჭეჭყო და რა. ნუ ამას თავისი საქმე, მაგრამ ანუ არიან ადამიანები, რომლებსაც აი არ შეუძლიათ ცვლილებები და რაც უფრო სწორხაზოვანია ადამიანი, ხო? და რაც უფრო აი სიმრგვალეს და აი სივრცულ მას ფიგურებს ვერ ხედავს, არა? იმიტომ რომ აი ნუ ნებისმიერ რაღაც საგანი ავიღოთ, აქედან რო ვუყურებთ ჩანს ეს, და შემოუარო აქედან დაინახო, უკენდან დაინახო, ქვემოდან დაინახო. ანუ მთლიანობაში რო არ ვიქვა, აი მთლიან სურათზე რო ვლაპარაკობდი, ამას მთლიანად უნდა შემოუარო, იმიტომ რომ შეიძლება უკან მწვანე ზედაპირი აქ არა, ან იქ რაღაც სხვა. ანუ მთლიან სურათს ვერ დაინახავ, სანამ მთლიანად არ აღიქვავ ამას. და ესენი არიან აი ძალიან სწორხაზოვნები, რაღაც სიბტყეზე დადებული, აი ბრტყელი აზრები, სხვათა შორის აი თვითონ ეს იარლიყიც ძალიან ბრტყელია, ხო? იარლიყები ეს ისეთი ლექსიკა არის, ხო? რასაც ჩვენ რომელიც არანაირ სივრცეს არ ტოვებს, თქვათ რაღაც, აი ხაზებს, კონტურებს და იმას, ეს არის იარლიყი ბრტყელი რაღაც შტამპი, ხო? უსამშობლო და ხო, აი უსამშობლო, მოღალატე, რადიკალი, სისხლიანი რეჟიმი, თქვათ რაღაც, რომელიც აი აბსოლუტურად გამეორებულია რა, ეს ყველაფერი. ხო, ანუ რა ტიპის ადამიანებზე ასაუბრეთ? იცით რა, კონსერვატიზმი კიდევ უფრო ფართო ცნება, ადამიანები მიდრეკილები იყოფიან, თქვათ, ბევრნაირად იყოფიან, მაგრამ ერთი ცვლილებებისკენ მიდრეკილად, მეორე უძრაობისკენ მიდრეკილად და ესენი არიან უფრო აი უძრაობისკენ მიდრეკილი ადამიანები, რომლებსაც აი ძველი რაღაც ნოსტალგიები, რაღაც ისინი აბამს, სხვათა შორის პუტინიც ესეთია. ის დღევანდელ სოფლიოში მოქმედებს ძველი იმპერიული ფსიქიკით. ანუ მისი ვექტორი არის არა წინ მომავლისკენ, არამედ უკან წარსულში და რაღაც საბჭოთა კავშირის აღდგენ. იმიტომ რომ მისტირიან, აი მაგას ვამბობ, სხვათა შორის საბჭოთა კავშირიც იმიტომ გაიყინა, რომ ის თავისი სტრუქტურით იყო ფეოდალიზმი და მონათფლობელობა. აი ხო ებრძოდნენ მითო კლასობრივ ჩაგვრას და რაღაცა, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო უკიდურესად ესეთი ვერტიკალი, ხო? ძალიან განსაზღვრული და სუბორდინაცია, რომ ზემოთ არიან ბრძენი, ყველაზე ჭკვიანი და ყველაფრის მცოდნე ბელადები, რომლებიც აი აქ ქვემოთ, აი ამ რაღაც განაგებენ და გადაუწყვიტავენ, როგორც მათთვის არის უკეთესი. და სხვათა შორის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, კიდე რელიგიური კომპონენტი ჰქონდა ამას. ეს იყო როგორც რელიგიური რწმენა, ეს იყო როგორც კატეხიზმო. კი, ამიტომაც ეკლესიას დაუპირისპირდა, რომ თვითონ რელიგია შემოქონდა და ზედმეტი იყო. ანუ რელიგია ამოატრიალა მთლიანად და გამოაცალა ამას, აი ისევ ღირებულებებს დაუბრუნდები რა გამოაცალა ქრისტიანობას, მან გამოაცალა თანადგომა, სიბრალული, სიყვარული ადამიანის, ეს გამოაცალა მთლიანად და დატოვა შიშველი ძალის პირისპირ. აი დღევანდელ მრევლს თუ შევხედავთ, აი ვხედავთ, რომ მათ ღმერთი გონიათ რაღაც ძლიერი დამსჯელი არსი და არა მოყვარული, შემწყალებელი, თქვათ რაღაც ემპათიური, არა რომელიც ჩაგრუსილია, ნეტარა საინტერესოა. მე სულ მიფიქრია, რომ სტალინი რატო დაუპირისპირდა, ვფიქრობ, რატო დაუპირისპირდა ეკლესიას, რომლის გამოყენება ძალიან მარტივად შეელო, რასაც აკეთებენ ჩვენ ხელისუფლებაც ხო რაღაცა ცდილობს, რომ ეს გამოიყენოს. სინამდვილეში სტალინი არ დაუპირისპირდა, მხოლოდ ეს მარქსიდან მოდის. ხო, უფრო მარქსიდან ანუ ათეიზმი. კი, მაგრამ მე მივხვდი ზუსტად ეგ იყო, რომ მარქსიზმი შემოიტანეს როგორც რელიგია და ქრისტიანობის ადგილი აღარ რჩებოდა. მაგას ვამბობ და მერე კი დაიწყო ზუსტად ესე გამოყენება 53 წლის მერე დაიწყო სტალინმაც აი ეგ მოტვინა უკვე რომ დაიწყო ეკლესიის გამოყენება როგორც იარაღის და ძალიან კარგადაც გამოუვიდა როგორც ხედავთ მშვენივრად. კი და ეს ხაზი რაღაცა გრძელდება. კი და დღემდე გრძელდება ეს სამწუხაროდ. ვთქვათ ჩანაცვლება. რეალურად ეს ფიქცია არის აი სტალინური ეკლესიაც არის ფიქცია. ანუ არ არის
რეალური ეკლესია, ქრისტეს ეკლესია, ნამდვილად არ არის ბომბებს რო აკურთხებდა. რასაც დღეს აკეთებს კირილი, ხო? ანუ კირილი ხა ქრისტიანის სახეა? არანაირად, პირიქით. არანაირად. აი ეგ როგორ უნდა დაიჯეროს. აი ხო რთულია თქვათ ადამიანი, მაგრამ ჩვენ მათგან განგვასხვავებს ღირებულებების ერთგულება. ეს არ არის როგორ ვთქვა დასწავლადი ისეთი აი შინაგანი არჩევანია აი ადამიანი რო უყურებს თქვათ მკვდარ უკრაინელ ბავშვს როგორ შეიძლება აი ან კმაყოფილებას და ან როგორ შეიძლება რომ ამის შემოქმედის მიმართ ლოიალური იყოს ძალიან ხო აი ხო წარმოუდგენელია ხო წარმოუდგენელია გუშინდელი პროცესის დროს მე ამ ბავშვებს რო უყურებდი ეს რაღაცა ღიმილ გადაკრული ადამიანები რომლებიდან უბრალოდ ასხივებენ სიკეთეს სიყვარულს სიმტკიცეს აი მათ მიმართ როგორ შეიძლება გაგიჩნდეს ნეგატიური განწყობა. მე გეტყვით როგორ გშურს ამ ადამიანების ფილოსოფია. ეს არის რომ როდესაც მე არ მაქვს ეგეთი ღირებულებები, მე მშურს იმისი ვისაც აქ შური არის, იმიტომ რომ ვერ წარმოვიდგინე როგორ შეიძლება იყოს 19 წლის ისეთი ხეში და გიღიმებოდეს. ერთ-ერთ ადამიანს უთქვამს ჩემს რომ როგორ უსკო ყოველდღე ახლა იქ უფლოდ დადისო. ხო, ანუ წარმოუდგენელია რომ შეიძლება უფლოდ აკეთო ბევრი. იცი რატო? იმიტომ კი რა ჩემში ეპარება იწვი ხა კარგად მიცნობს. თავში ვერ წარმოუდგენია. მაგრამ თვითონ ვერ წარმოუდგენია რომ აი ორი ნაბიჯი გადადგან უფლოდ. ჩვენ შორის არის ძალიან დიდი ღირებულებები სხვაობა და დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენი მხარე რაღაცა აი ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ხო რომ ამაზე აი განათლების პროცესშიც ამ ღირებულებების განმტკიცებას მიექცეს ყურადღება. ქაბატონოსიკო, სულ მაინტერესებს რა შეიძლება გავაკეთოთ, როგორ შეიძლება მივაწვდინოთ ხმა და იმ ადამიანების გონებას შევახციოთ, ვინც დღეს არის ეს მაყურებელი, ასე თქვენ ისაუბრეთ, ვინც შორიდან უყურებს აი ამ უსამართლობას, განუკითხაობას და ამაზე რეაქცია არ აქვს. იქნება ის ან ფიქრობს რომ ხო, მას არ ეხება და ასე შემდეგ. ანუ და შეიძლება ვერც ხვდება რომ აი ზუსტად ამ როლში არის. აი როგორ შეიძლება რომ ხო აი რაღაცა ავხსნათ, რომ იქნებ თავიანთი თავი ამოიცნონ აი ზუსტად მაყურებლის მდგომარეობაში. პირველ რიგში აი ეს პროპაგანდა რასაკეთებს, აყირავებს სამყაროს აღქმას და მას ამ მაყურებელს შეიძლება სჯერა რომ ეს მსხვერპლი არის სინამდვილეში ტირანი, რაც არის პროპაგანდა და ეს ტირანი მსხვერპლი შეიძლება რაღაც მართალია, ხო? ანუ უკუღმა რეალობის ხედვა არის შეთავაზებული მისთვის. ეხლა ამ არის ეს მაყურებლებიც ჯგუფებად იყოფიან, ხო? არის მაყურებელი, რომელსაც სჯერა ამ ამოყენებული რეალობის და მისი დარწმუნება საკმაოდ რთულია. იმიტომ რომ ლოგიკური, თქვათ, მსჯელობა, არგუმენტები მათზე არ მოქმედებს. წმენის სფეროა დღემდე ეს, მას წამს რო ეს. თუმცა ამის მიზეზიც არის, რომ მას აწყობს რომ ასე სწამდეს და ამიტომ ყველაზე რთული, თქვათ, ასეთის გამოყვანა აი ამ მდგომარეობიდან. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც გონიათ, რომ თვითონ ვერ შეცვლიან ვერაფერს. აი ინდიფერენტული მე რა უნდა ვქნა, აი გლეხი კაცისთვის არავინ არ არის. ანუ ის ვერ აცნობიერებს თავის მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და ვერ აცნობიერებს თავის როლს, ანუ მას თავი გონია ჭია, ჭანჭიკი და არა მოქმედი ადამიანი. ეს სხვათაშორის საბჭოთა კავშირმა ძალიან კარგად ჩამოუყალიბა ადამიანებს, შენ არავინ არ ახარ, დიდი ბიძიები წყვეტენ ყველაფერს და აი დღეს სხვათაშორის დიდი ბიძიების ისევ ამოდის, ხო, რომ აი ჩვენ ვართ აქ გამგებლები აი მსოფლიო პოლიტიკაში. და აი ეს უნდა დავაჯეროთ ჩვენ ამ ადამიანებს, რომ ისინი წყვეტენ და ამას ეხლა რომ
დაუჯდე და შენ დაიჯერე რომ ესე არ გამოვა, მაგრამ აი ეს ჩვენი ეროვნული მოძრაობა, რასაც მე დღეს ჩვენ პროტესტ დღეს აი ასი დღე ხდება და ყველას მოუწოდებ ასევე რომ გამოვიდეს, აი ეს აჩვენებს ამ ადამიანებს, იმიტომ რომ ხო ხედავენ რომ ლიდერი არ არის. არ არსებობს ლიდერი, უბრალო ადამიანები გამოდიან და თვით ორგანიზდებიან. ეს არის გადამდები, როგორც ნეგატიური, ვთქვათ, მაგალითებია გადამდები, ისე არის პოზიტიური მაგალითები გადამდები და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი მაგალითით, აი ამ ურყევი დგომით, თუნდაც ის 2 საათი, ჩვენ ამ ადამიანებში ვაღვიძებთ ნელ-ნელა აი ამ აქტივობას აი ამ უნარს, ინიციატივის უნარს, რაც იყო ჩაკლული საბჭოთა კავშირში. ბოლოს გერბზე გვიწერია, რომ ძალა ერთობაშია და ალბათ იქიდან და ამოვიდნენ. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო და ალბათ დიდი ხანი შემიძლია კიდევ ამ თემებზე ვისაუბრო და იმედი მაქვს, რომ კიდევ მოგვეცება საშუალება, რომ სხვა კუთხითაც შევხედოთ და ვისაუბროთ ამ პროცესებზე. ჩვენი პოდკასტი დასრულებული არის. გემშვიდობებით შემდეგ ეპიზოდამდე.